ეხლა ვიმყოფებით თირის ხეობაში, სადაც მიემართება ჩვენი შავი ყვირილა, რომელიც ემსახურება მანგანუმის გარეცხვა გასუფთავებას და ეს ყოველივე ქმნის დიდ დოლარს, მაგრამ ჭიათურისათვის არა. აი ამ ხიდის გადასვლიდან რამოდენიმე მეტრში დავინახავთ ჩვენს უმშვენიერეს ტაძარს, რომელშიც ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე ლოცულობდნენ. სწორედ ეს კიბეებია, რომელ კიბეებზედაც ავდივართ ესე და იშლება ჩვენ წინ აი ეს ლამაზი ხედი. აი აქზე ბილიკები მიდის სოფელ ნავარდზეთში და თირის მცირე დასახლებაზე. ეხლა მივდივართ თირის ხეობაში იმ ციხისაკენ, რომელიც ციხეც მნიშვნელოვნად ალამაზებს ამ ხეობას და როგორც მოწამეთას მონასტერია შეჭრილი ბორცვზე აღმართული სწორედ აი ესეთ გეოგრაფიულ მდებარეობაზეა. ციხის ეს ლამაზი ტერიტორია და ეხლა უნდა გაჩვენოთ აქ ახლა დიდი სიამოვნებით ვიბანავებდი, მაგრამ შეიძლება რომ გავბედოთ. აი როგორია. აი, რაღაცა. იქნება. ჩვენი იქნება. არ იქნება. არა. რა ვარჩის იქნება. ეხლა ვდგევართ ძალიან უძველეს ხიდზე, რომელი ხიდიც გავიდა სწორედ იმ წლებში, როდესაც რკინიგზას შეეცვალა მიმართულება და მიმართულება მიდიოდა ზუსტად ტაძრისაკენ და ხედავთ როგორაა შეცვლილი მიმართულება და როგორც ჩვენმა მამაომ ისაუბრა მამა გიორგიმ დედების ლოცვითა და ბრძოლით ეს ყოველივე შეუცვლიათ. იმასაც დავამატებ, რომ ეს რკინიგზა ძალიან ცუდ დროსაა გაყვანილი, როდესაც ქრისტიანობას თითქმის ებრძოდა ძალიან ბევრი ძალა ამობრებ. ეს არის სამრეკლოს წინა მხარე, სადაც საკურთხევლის ხარია და საკურთხევლის ზემოთ უკვე ციხის კედელი დგას ალბათ, რომელზედაც ის საგუშაგოები იყო და ტრის შემოსვლას და საგუშაგოზე ადრინდელი კოცონის დანთებას ახდენდნენ. ეს კოცონის დანთება გადაცემდა ინფორმაციას სხვა ციხეს, რომელიც იდგომებოდა დაახლოებით ხეობის ბოლოში. ის ხეობის ბოლო ნაწილი უკავშირდებოდა კიდევ ხეობის სიღრმეში ჩადგმულ ციხეს და ესე მიყვებოდა კაცხის ციხემდე. აი ამ შეჭრილ ბორცვზე, როგორც მემატიანე წერს, შემოდიოდა გემები ან ნავები, იმიტომ რომ უფრო მიღებული იქნებოდა ყვირილა, არ ამგონია რომ ესეთი ძლიერი სავსე ხეობით იქნებოდა გამორჩეული. შემოდიოდა ნავები და უკვე შემორტყმულ ბორცვზე შემოვლით გვირაბი ჩადიოდა და სწორედ ამ გვირაბთან ნავსაყუდლით უკავშირდებოდნენ ამ ციხეს. აქ გვაქვს ის უძველესი გვირაბის ნაშტი, რომელიც ძალზე ძვირფასია ჭიათურისათვის და ამ ყოველივეს შეიძლება ბევრი ვერ აფასებდეს, მაგრამ მოვა დრო და აი ეს ყოველივე იქნება ყველაზე